თეოლოგი შოთა კინწურაშვილი ჩაგურთვება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბანდი შოთა, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. თქვენც ალბათ თვალყურს ადევნებდით დღევანდელ განცხადებებს. Გქონდათ თუ არა მოლოდინი, რომ დაზუსტებოდა ის ორი საკითხი, რომელმაც შესაძლოა მინიმუმ 2 მიტროპოლიტი გამოთიშოს, ასე ვთქვათ, პატრიარქობის კანდიდატად დასახელების შესაძლებლობას. მაგრამ ასეთი რამ არ მოხდა, როგორც გითხრეს ამ საკითხებს, რაც კანდიდატებს შეეხება მომდევნო სინოდის ხდომისთვის დაიტოვებენ. ელოდით თქვენ რომ ეს ახლა უნდა გადაჭრილიყო თუ არ გეგონათ ასეთი მარტივი საქმე ეს როგორც ჩანდა თავიდან. მოგესალმებით, პირველ რიგში ვიტყოდი რომ ბოლო რამდენიმე წლიანი სტაგნაციის პერიოდიდან გამომდინარე იქიდან რომ კათოლიკოს პატრიარქი იყო ასაკში, შესაბამისად სხვა მოცემულობაში შედის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ჩვენ ხედავთ დღეს რომ რამდენიმე საათი გაგრძელდა, 5 თუ 6 საათი გაგრძელდა სინოდის ხდომა. ეს ნიშნავს რომ დაგროვილი არის მთელი რიგი საკითხები და სინოდი ხდება გაცილებით ქმედითუნარიანი და ამ გამოწვევებზე ცდილობს განსაკუთრებით აი წმინდა წყლის ორგანიზაციული საკითხის გამოწვევებზე პასუხების გაცემას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ 95 წლის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას გაფართოებული კრება არ ქონია. 95 წელიწადსა და 2026 წელიწადს შორის არის დიდი სხვაობა გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები, ეპარქიები, სასულიერო პირები, მისი გავლენა, მორწმუნეთა რაოდენობა გაიზარდა. შესაბამისად ეს გამოწვევები მათ შორის აი პრაქტიკული ტიპის თუ რაფორმით უნდა იყოს მოწვეული და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მართვა-გამგეობის დებულებაში არის მთელი რიგი აი გაურკვეველი საკითხები, რაზეც საუბრობთ. აი ბუნდოვანება არის, მე ვიტყოდი და ამას საეკლესიო სამართლის სპეციალისტები თვითონაც შენიშნავენ და შესაბამისად ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რომ დაზუსტებულიყო, დაზუსტება ვერ მოხდა, არ გამოქვეყნებულა ოქმი, დიახ, ჩვენც ველოდებით, თუმცა რაღაც თავისთავად მართვა-გამგეობის შეცვლაზე უარს ამბობენ დებულების შეცვლაზე, იმიტომ რომ გაფართოებული კრება უნდა მოიწვიოს, გაფართოებული კრება აპირებენ მოიწვიონ მხოლოდ იმის გამო რომ იყოს უშუალოდ არჩეული 3 კანდიდატიდან ახალი კათოლიკოს პატრიარქი. საუბრები არის ზოგადად დაკორექტირებაზე, რომ აი შენიშვნის სახით მოხდეს დაკორექტირება თუ აი 70 წელიწადი, როდესაც ადამიანი ხდება 70 წლის იმ დღეს სრულდება, თუ 71 წლის წინა დღეს. და აქვს მაგალითად მიტროპოლიტ დანიელ დათუაშვილს იყოს კანდიდატი, წარმოიდგინეთ კანდიდატი. ჩვენ ვხედავთ რომ ეს ვერ მოხერხდა, თუმცა სავარაუდოდ საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ აი ორ საკითხს, განათლების საკითხს და ეს წოვანების საკითხს ჩაუღრმავდით. ჩვენ უნდა დავსვათ კითხვები დელეგატების მნიშვნელობას, ხო, რაფორმით იქნება გამორჩეული დელეგატები, რომლებსაც მიუხედავად იმისა, რომ ხმა არ ექნებათ. კი, ეს თქვა მეუფე ნიკოლოზმა ცოტა ხნის წინ თუ უსმინეთ, რა კვოტა იქნება, ანუ 2, ერთი საერო მათ კიდევ და ანუ მიტროპოლიტთან ერთად 2 სასულიერო პირი, როგორც თუ სწორად მახსოვს, ერთი საერო. თქვენ მოусმენთ ალბათ ამ კომენტარს და ეს გაწერილია მართვა-გამგეობის დებულებაში. რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს დელეგატს, როდესაც იქ არის წარმოდგენილი, იმიტომ რომ ადრეულ ეპოქაში 1917-20 წლის 45 წლამდე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში დელეგატებს ჰქონდათ ხმის უფლება, რომელიც წაერთვა ჩემი აზრით მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში. დღეს ხმის უფლება მხოლოდ სინოდის წევრს აქვს, დიახ. ეს აქვს სინოდის წევრს და შესაბამისად ვინ გამოირჩევს ამ დელეგატებს, იქნება დამოკიდებული მხოლოდ მღვდელმთავრის კეთილნებაზე თუ ექნება ეპარქიებს უფლება, მაგალითად თვითონ სამრევლოებმა წარადგინონ ან სასულიერო პირებმა წარადგინონ საკუთარი თავი როგორც კრებაში მონაწილეობის სამომავლო დელეგატის ფორმით. ასევე მონასტრებზე არის საუბარი, მონასტრის წარმოადგენელებზე. ესეც რთული საკითხია. მონასტრის დეფინიცია არ არის წარმოდგენილი, რას ნიშნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით მონასტერი, რას მოიცავს. 3-4 ბერმონაზონს, რომელიც გარკვეული ერთობას ქმნიან ტაძართან ერთად, თუ მონასტრის დეფინიცია არის, როდესაც ათეულობით, ასეულობით სასულიერო პირი ცხოვრობს იქ, თავისი სოციალური საგამოძიებო
მესმის ეს მაინც პროცედურული საკითხებია. მეცით რა მინდა გითხოთ ბატონო შოთა. აი თქვენ როგორც თეოლოგი, რაზე გააკეთებთ აქცენტს? რა რისკები უნდა დააზღვიოს საჯაროობით ახლა საზოგადოებამ 59 წლიანი უწყვეტი ისტორიის შემდგომ ახალი პატრიარქი უნდა აირჩიოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ. შესაბამისად, რისკები, რომელსაც ჩვენ იგივე პატრიარქის ნათქვამიდან გამომდინარე და არა მარტო ამის გამო ვცდილობთ რომ დააზღვიოს მედიამ, ეს არის ჩაურევლობა ამ პროცესში, რომ ეს იყოს ნამდვილად დამოუკიდებელი პროცესი, გადაწყვეტილება სინოდის მხრიდან. თქვენ რაზე გააკეთებთ აქცენტს? რა აზღვევს ამ დამოუკიდებლობის ხარისხს? ან რა რისკებია ამ პროცესში? რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება? თითოეულ მღვდელთავს ექნება თითოეული ხმა, შესაბამისად საარჩევნო ყუთთან, რომელსაც მას მიუტანენ, ის და ღმერთის წინაშე მისი სინდისი განსაზღვრავს, ვის გამოარჩევს. სხვა შემთხვევაში ერთადერთი გავლენა გარე ფაქტორების, იქნება ეს ხელისუფალი, სხვა ქვეყნის წარმომადგენელი თუ სხვა ეკლესიის ინტერესი, ხო? არის ის, რომ უკვე გამორჩეული კანდიდატის მისამართით მოხდეს გარკვეული ტიპის ზეწოლა ან დეზინფორმაციული ან პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც ჩვენ მაგალითად დავინახეთ, ხო? მათ შორის სინოდის წევრებზე ეს იყო უცნობის მხრიდან რაღაცა ძალიან ამ ტიპის ყველანი არ მოხსნის კანდიდატურას შიოს სასარგებლოდ იქნება მოღალატეო, ესეთი რამ თქვა, მე კი უკან წაიღო საკუთარი სიტყვები, მაგრამ ეს იყო კი ღია ზეწოლის მსელობა. იმიტომ რომ საზოგადოების მხრიდან სამართლიანად იყო მის მიმართ კრიტიკა უცნობის მიმართ და ეს მართლაც შეიძლება შეფასდეს ირიბ თავდასხმად სინოდის წევრებზე და სინოდის წევრების თავისუფალ ნებას. ასევე ვნახეთ რუსული დაზვერვის განცხადება. რომელიც საკმაოდ სასაცილოდ გამოიყურებოდა. რუსულის დაზვერვის განცხადებასთან ერთად ჩვენ უნდა მივაქციოთ, მედიამ უნდა მიაქციოს ასევე რუსულ სასულიერო პირებს, რომლებიც არიან ბლოგერები და აქტიურად არიან მედიაში წარმოდგენილნი. ძალიან განიცდიან, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, ძალიან განიცდიან, რომ სოფლიო პატრიარქი იყო ჩამობრძანებული და ეს ცვლა, ეს რაღაც ნაწილობრივ გარდატეხა მოხდა. თუ მაგალითად წლების წინ, მაგალითად 1977 წელს წარმოდგენილი იყო რუსეთის დელეგაცია პატრიარქ დავით მეხუთის დაკრძალვაზე და შემდგომ პატრიარქ ილია მეორის არჩევნებზე იყო წარმოდგენილი პატრიარქი პიმენი, დღეს მოცემულობა შეიცვალა. დამოუკიდებელი საქართველოს და დამოუკიდებელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეალობა განსხვავებული არის და მათ შორის საქართველოს ეკლესიას აქვს ესეთი მჭიდრო ურთიერთობები. ეს უნდა ვაღიაროთ, რომ დაიწყო კათოლიკოს ილიას პერიოდში 80-იან წლებში განსაკუთრებით კონსტანტინოპოლთან, ჩვენი ხედვები გქონდა და მოთხოვნები განსაკუთრებით ავტოკეფალიის სიგელის გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა აი ეს კონტაქტებმა და შემდგომში განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის სასულიერო პირების, ისინი დღეს არც თუ ისე მცირე რაოდენობის არიან, გასვლამ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში განათლების მისაღებად, თეოლოგიური განათლების მისაღებად. მათ შორის რიგი ნაწილი გახდნენ შეისწავლეს უცხოური ენა, ეს რუსული გავლენისგან გათავისუფლება, რაღაც ასე შეიძლება ალბათ ამას გავლენისგან გათავისუფლება არ არის. ეს არის გავლენას არ გულისხმობ მაინც ხო, კავშირს. ახალი საეკლესიო კულტურაში შესვლისა და თანამშრომლობის შესაძლებლობა. ენა ძალიან ბევრს განსაზღვრავს და განაცდება და პირადი ურთიერთობები და ეს ამაზე წუხან ალბათ რუსი ბლოგერები. ამაზე წერენ და ისინი ძალიან განიცდიან და ხედავენ, რომ ყველანაირად ცდილობენ, რომ უშუალოდ ეს საქართველოს ბერძნულ საპატრიარქოებთან, სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან ეს დადებითი ურთიერთობები რაც გვაქვს და რაც განვითარდება, ამას დღეს უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი თაობის სასულიერო პირებისათვისაც აღარ არის მოსკოვი და მოსკოვის თეოლოგიური სასწავლებელი ისეთი მიმზიდველი, როგორც იყო და სავალდებულო იყო 60-იან წლებში, 70-იან წლებში. საბჭოთა ეპოქა იყო და ტოტალიტარული. დღეს ურჩევნია ადამიანს წავიდეს დასავლეთის იგივე ბერძნული, გერმანული, აი იმაზე, რაზეც საუბრობდა ამბროსი ხელაია თავის წერილში, როდესაც ის გერმანიის ელჩს წერდა, რომ გრიგოლ ფერაძე გაეგზავნათ გერმანიაში განათლების მისაღებად. ის ამბობდა, რომ დღეს დრო არის, უარი თქვათ რუსულ თეოლოგიური განათლებაზე და ბერძნების მსგავსად დავეწაფოთ დასავლეთ ევროპაში ძალიან მნიშვნელოვან თეოლოგიურ ცოდნას და თეოლოგიურ სკოლებს.
კი ბატონო, და რომ შევაჯამოთ, ანუ ჩვენ რისკებზე ვისაუბრეთ ერთგვარად, რამდენად მნიშვნელოვან პროცესს ვადევნებთ ახლა ჩვენ თვალყურს და ეს როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად ამ ინსტიტუტის, რასაც მართლმადიდებლური ეკლესია ქვია, მომავალზე რამდენად აისახება ის გადაწყვეტილება, რასაც ახლა სინოდის წევრები მიიღებენ. თავისთავად ახალი კათოლიკოს პატრიარქი ახალ საეკლესიო რეალობას და ახალ საეკლესიო პოლიტიკას შემოგთავაზებს. გარდაუვალია რომ ცვლილებები იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამომდინარე იქიდან რომ კათოლიკოს პატრიარქი იყო ფიზიკურად დაუძლურებული, მან გამოარჩია მოსაყდრე, შესაბამისად აი საეკლესიო ცხოვრების სტაგნაცია იყო. აი ფაქტიურად ეს იყო გაჩერებული იყო ეს მოცემულობა ნაწილობრივ და ჩვენ ხედავთ რომ ყოფილა სინოდები არ იმართებოდა. წარმოუდგენელია ეკლესია ცხოვრობდეს საეკლესიო კრების მოწვევისა და გამართვის გარეშე. კრებები ისტორიულად არა 4 და 5 საათი გრძელდება, არამედ დღეები და თვეებიც გრძელდება თელ რიგ საკითხებზე. კრება და კრებაზე შეკრებილი ადამიანების სიტყვა და იქ გამოტანილი ესე თუ ის გადაწყვეტილება არის პასუხი რა გამოწვევა აქვს ეკლესიას. თუ კრება არის და კრებსითობა არ არსებობს ეკლესიაში, ესე იგი ეკლესიის ცხოვრებაში რაღაც პრობლემები ამა თუ იმ მიზეზის გამო არსებობს. და ეს კარგი არის, რომ დღეს დავინახეთ, რომ 5-6 საათი იჯდნენ მთავრები და თავისთავად იქ ჩვენ დავინახავდით, იქ შესაძლებელია უკვე გამოიკვეთა პიროვნებები, რომლებსაც აქვთ კანდიდატობის პრეტენზიაც, ხო? ეს ძალიან ბუნებრივი და ჯანსაღი მოვლენა არის. კი ბატონო. ამას სკანდალური არ არის.